დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგპირდით, ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან ერთად, მანგლისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე, ქართველთა დენაციონალიზაციის საკითხზე ისაუბრებს. მოგესალმებით მეუფეო. ძალიან სასიამოვნოა და გვახარებს თქვენთან შეხვედრა. მეუფეო, პირველ რიგში მე უნდა გთხოვოთ, უფრო გასაგები რომ გახდეს ჩვენი ტელემაყურებლისთვის თუ რა საკითხზე გავამახვილებთ ეს ყურადღებას, ახსნათ ზოგადად თუ რა პროცესია დენაციონალიზაცია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო ძალზე რთული და ხანგრძლივი პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად არის შესწავლილი. ეს დენაციონალიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთიანი სახელმწიფო დაიშალა. ეს იყო მე-15-მე-16 საუკუნეების შემდგომ. მოგახსენოთ, მე-17 საუკუნეში შახაბაზი შემოეცა საქართველოს, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტურად მოიქცა სპარსეთის ირანის გავლენის სფეროში, დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის გავლენის სფეროში. ამასთან დაერთო ის, რომ ეს იმპერიები დევნიდნენ მართლმადიდებლობას, ქართულ მართლმადიდებლობას განსაკუთრებულად და მის მიზეზი ის იყო, რომ ამ დროისათვის გაძლიერდა რუსეთის იმპერია, მოადგა კავკასიის საზღვრებს და ასე ვთქვათ, ემუქრებოდა ამ იმპერიებს, რომ ამ გზით შეიჭრებოდა მათ ქვეყნებში. ანუ ესე იგი უპირებდა ამ იმპერიებთან ბრძოლას, სწორედ კავკასიის გზით და ამ იმპერიებს აშინებდათ ის, რომ ვაითო ქართველი მართლმადიდებლები მიემხრნენ რუსებს. ამიტომაც, რადგანაც მართლმადიდებლობის ბუდე და ცენტრი არის წმინდა ეკლესია, ამიტომაც ისინი მისდამიმართულად დევნიდნენ მართლმადიდებლობას საქართველოში, ქართულ ეკლესიას განსაკუთრებულად. თუ მუსულმანობას ვერ ავრცელებდნენ, ამ შემთხვევაში მხარს უჭერდნენ ამის გამო მათთვის ნეიტრალურ მონოფიზიტურ სარწმუნოებას, ასევე კათოლიკობას უჭერდნენ მხარს, ასევე მთიელ ტომების წარმართობას უჭერდნენ მხარს, ანუ მისდამიმართულად იდევნებოდა ქართული ეკლესია. და ამის შედეგად აი სხვადასხვა კუთხეში ხდებოდა ეს პროცესი, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამ იძულებით და სხვადასხვა როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური პირობების გამოძლებული ხდებოდა გადასულიყო სხვა სარწმუნოებაში, თქვათ მიიღო მონოფიზიტობა ან მაჰმადიანობა ჩვენ ქართულ მოსახლეობას, ან თუ მთის ტომები ჩამოწვებოდნენ, მიიღო რაღაც წარმართული სარწმუნოება, ამ შემთხვევაში უკვე იწყებოდა დენაციონალიზაცია, ანუ ისინი იღებდნენ ქართულ კულტურას, თანდათანობით შემდგომ ქართულ ენას და ერთდებოდნენ იმ ეთნოსში და იმ ერში, რომლის სარწმუნოებასაც იღებდნენ. ანუ თუ იღებდნენ მუსულმანობას, ამ შემთხვევაში იღებდნენ შესაბამის კულტურას, ანუ თურქთებოდნენ, მაშინაც უწოდებდნენ გათათრებას. თუ იღებდნენ მონოფიზიტურ სარწმუნოებას, ქართველები იღებდნენ მონოფიზიტობას და თბილისის მოსახლეობის ერთი ნაწილი იძულებული გახდა განსაკუთრებით როსტომ ხანის შემდგომ, ასევე ქვემო ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დროს მაგალითად ერთ მაგალითს მოგახსენებთ, თქვათ ლეკიანობა იყო ამ დროს მოგახსენეთ, ეს იყო დიდი უბედურება საქართველოსთვის. ესხმოდნენ თავს სოფლებს და მამაკაცები თქვათ იბრძოდნენ თქვათ სადღაც ფრონტზე და ამ დროს ქალები და ბავშვები რჩებოდნენ სოფლებში, ესხმოდნენ ამ სოფლებს თავს ლეკები, გახსოვთ როგორ ანადგურებდნენ, ამ ტყვეთყიდიდან ოჯახებს ყოფდნენ დედას სხვაგან და ასე შემდგომ და ამავე დროს ლეკებს აკრძალული ჰქონდათ მონოფიზიტურ სოფელში შესვლა. ანუ თუ კი ერთი სოფელი რომელიმე იტყოდა, რომ ჩვენ არა ვართ ქართველები და ვართ მონოფიზიტები, ანუ სომხები, თუნდაც ქართველები, ეთნიკური ქართველები არა იტყოდა, რომ ვართ ჩვენ ეს სომხები, აკრძალული ჰქონდათ ლეკებს, არ შეეძლოთ დაცულები იყვნენ აიმის გამო, ამის გარდა თქვათ მათ ჰქონდათ სხვა სახელმწიფოებრივი შეღავათები, თქვათ არ ვიყავდა ჯარში, ასევე მათ ევალებოდათ ვაჭრობა, მრეწველობა, ანუ მათ ხელში იყო ხელოსნობა, თქვათ მონოფიზიტების ხელში დააშუცა ქართველ გლეხები უნდა აუცილებლად ყოფილიყო მიწასთან მომუშავენი და ყმები იყო, ბატონყმობა იყო. ანუ ყველისგან გათავისუფლება ვისაც უნდოდა, თქვათ იძულებული იყო, ზოგჯერ გამორბოდნენ თბილისში, ან ქვემო ქართლში მოსახლეობა და იღებდნენ ხალხიც იღებდა მონოფიზიტობას. ასევე იყო სხვადასხვა მეთოდები დენაციონალიზაციის. ერთი ნაწილი შევიდა სომხურ ეკლესიაში და თქვათ ფაქტურად შემდგომ ნელ-ნელა გახდნენ სომხებიც თავის თვითშემეცნებითაც
თქვათ ერთი არის აღწერილი ოჯახები, თქვათ ერთი ძმა ამბობს რომ მე ვარ ქართველი, მეორე ამბობს მე ვარ სომეხი, თქვათ რატო? იმიტომ რომ თქვათ მეუღლე ყავდა, თქვათ სომეხი, შვილებიც ასე გაზარდეს და ასე გამახვადიანება და მთის ტომების ჩამოწოლა განსაკუთრებით. კეთილი. აი ეს პროცესი კონკრეტულად რომ შევხვდით უკვე აფხაზეთის თემას, აი აფხაზეთთან მიმართებაში როგორ გამოიხატა მეუღლე? დიახ, ეს თემს საქართველოში იყო ეს პროცესი, ესე იგი როგორც მოგახსენეთ ახლა, ეს იყო ხანგრძლივი ომები, ამ დროს მამაკაცები ვიზოდნენ ფრონტებზე, ეს ომები მუდმივად იყო შეუწყვეტლი ფაქტიურად. თქვათ მამაკაცები სამხრეთის ფრონტებზე ვიზოდნენ, ამ დროს ოჯახები დაუცველი იყო და მოხდა მთელ საქართველოში მთის ანუ ჩრდილო კავკასიელების ჩამოსახლება. აღმოსავლეთ კახეთში, რომელსაც ახლა საერგილო ეწოდება, ჩამოწოლ ლეკური ანუ დაღესტნური ტომები, ანუ ჩასახლდნენ იქ აღმოსავლეთ კახეთში, ჭარბელაქანში და ასე ზაქათალაში და კახში და ასე. თქვათ შიდა ქართლში ჩამოწოლ ჩრდილო კავკასიიდან დვალები და ოსური ტომები, შიდა ქართლში ჯავაში და ჯავა და ეს ყველაფერი სულ ქართული პროვინციები იყო, ქართული სოფლები იყო და ჯერ დვალები ჩრდილო კავკასიიდან ესეც ქართველები იყვნენ, მაგრამ მე მათ მოყვნენ ოსები და ანუ დაიჭირეს ეს ქართლის რეგიონი და ასევე აფხაზეთში ჩამოწოლ ადიღეური ტომები, ანუ ჩერქეზული ტომები, რომელსაც აბაზინები და აფსუები ეწოდებათ, თავიანთი სახელწოდება ეს არის. ეს იყო პროცესი მე-16 მე-17 და მე-18 საუკუნეებში და განსაკუთრებით ეს პროცესი გაღვივდა მე-17 საუკუნიდან. და ესე იგი კონკრეტულად აფხაზეთში შეიძლება ითქვას ასეთი რაიმე, რომ ეს იყო რა თქმა უნდა ძველი აფხაზები ეთნიკური ქართველები იყვნენ, ქართული კულტურა, ქართული ენა, ქართული თვითშემეცნება ჰქონდათ, მაგალითად ჩვენ გვაქვს უამრავი საეკლესიო საბუთი არის შენაწერი, სადაც პირდაპირ თქვათ აფხაზეთის კათოლიკოსები, ყველას ქართველები, ქართული გვარები, აბაშიძეები, საყვარელიძეები, ბაგრატიონები, კათოლიკოსები, სულ ქართველები და მათ აქვთ შენაწერი, თქვათ ბიჭვინთის ღვთისმშობლისადმი, უამრავი უხვი შენაწირები და მათ შორის ჩამოთვლილია თუ რა შეწირეს. და მაგალითად შეწირეთ ქართლის ცხოვრება, მე მინაწერები არის, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ღვთისმშობლის წილხვედრი და ასე შემდგომ. ანუ ეთნიკურად ესენი თავიანთ თავს შეემეცნებდნენ ძველი აფხაზები აბსოლუტურად ქართველებად, მაგრამ მე როგორც ვთქვით, მოხდა მთის ტომების შემოსვლა. მაგრამ ეს ასეთ უბრალოდ არ ხდებოდა. ეს იყო პროცესი, მაგალითად ახლა თუ გვაქვს დრო შეიძლება ვთქვათ დაახლოებით ჩვენ 7-8 წუთი გრჩება თუ როგორ აღწევს მომატიანები ამას, აი ამ პროცესს როგორ დაიწყო. თქვენ ეს ადრიდანვე იყო ეს პროცესი, მაგრამ ეს იყო ნელი პროცესი, ვთქვათ იყენებდნენ ჩვენი მეფეები და თავადები, მთავრები ჩრდილო კავკასიელებს მოლაშქრეებად, ანუ თავიანთ ჯარში იყენებდნენ. მაგრამ მე-17 საუკუნეში ვთქვათ ჩვენი მომატიანი აღწერს, სადაც ლევან დადიანს ყავდა, ეს იყო ოდიშის მთავარი მოგეხსენებათ, იღწოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, ძალზე ესე იგი ქართული ორიენტაციისა იყო, ამ დროს ოდიშის საზღვარი ძალზე შორს იყო გადაწეული და მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს მთლიანად. აქ იყო უამრავი საეპისკოპოსო, დღევანდელ აფხაზეთში ქართული საეპისკოპოსები ეს ოდიში შედიოდა, მაგრამ მას ყავდა მეუღლე აფხაზის მთავრის ქალი შერვაშიძის და როგორც აღწერს მომატიანე, მას დაწამდა ოჯახის ღალატი და სასტიკად დასაჯა ლევან დადიანმა, მისი შვილებიც ამ თავის როგორც ჩანს ეჭვეპარებოდა და ეს ძალზე ეწყინათ ამ ქართველ აფხაზებს, ქართულ თავადებს, აფხაზ თავადებს, მათ ის მოლაშქრეები უკვე მოიწვია, მთლიანად გაუხსნეს კავკასიის კარი, ანუ ადიღეველებს, ჩერქეზებს, იმდენად გაუხსნეს, რომ ესე იგი როგორმე ელაშქრათ მათ სამეგრელოში, ანუ მათ თვითონ შემოიყვანეს, გაუხსნეს კარი და იმდენად დიდი ნაკადი შემოვიდა თანდათანობით და ისინი მუდმივად ალაშქრებდნენ სამეგრელოს წინააღმდეგ. და სამეგრელო როგორც ვთქვით, მაშინ მოიცავდა ხელმძღვანელ სოხუმს, გურუბს, გალის, ოჩამშიც, ეს იყო სამეგრელო. ეს უცხოელები აღწერენ, აყვავებული ქვეყანა იყო. და ესე იგი ეს მოლაშქრები იქცენ შუაფენად, ანუ ზედაფენა მოსახლეობის სტრუქტურა შეიცვალა, ზედაფენა იყო ქართველი თავადები, შუაფენა, ანუ თავისუფალი ფენა იყო მოლაშქრეები, ანუ ეს ჩრდილო კავკასიელები და მათ შეძლეს და ქვედაფენა, ანუ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა, ასე ვთქვათ, დაიმონეს
ანუ სამი ფენა შეიქმნა. ერთი შუა თავისუფალი ფენა, მათ ზემოთ მცირე, ძალზე მცირე რიცხვოვანი ქართველი თავადები და მოსახლეობა, ძირითადი მოსახლეობა, რომელიც თუ იქამდე იყვნენ გლეხები, ახლა უკვე ფაქტურად მონებად იქცნენ. და სასტიკი ომები დაიწყეს ოდიშის წინააღმდეგ, ამიტომაც ლეონ მეორე დადიანი თავის სიკვდილის წინ იცვლებული გახდა ეშინებინა უზარმაზარი კედელი. ეს მართლაც გრანდიოზული კედელია, 100 კილომეტრის სიგრძის კედელი ააშენა, ანუ ციხესიმაგრის კედელი ააშენა 100 კილომეტრის კოდორიდან იწყება დენგურამდე გრძელდება. ანუ როგორც არის ზღვის სანაპირო, მის პარალელურად გააშენეს 60,000 ნაბიჯის სიგრძის კედელი 100 კილომეტრის სიგრძის თავის სათოფურობით და შესწავლილი არის ეს კედელი და ეს მიმართული არის ჩრდილოეთისაკენ და ესე იგი დასავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ, იმიტომ რომ ესე იგი იქიდან ელოდნენ ამ მთიელი ტომების შემოსვლას. მაგრამ ამ კედელმა მაინც ესე იგი საბოლოო ჯამში ვერ და ეს კედელი ესე იგი იცავდა დღევანდელი სოხუმის, გულიფშის, ოჩამშის და გალის რაიონების მიწათმოქმედ მოსახლეობას. და იქ იყო ჩვენი საეპისკოპოსები მოქვის დრანდას, ბიჭვინთის საკათალიკოსო, რომელიც სავსე იყო უამრავი საგანძური, ახლა საიდან ვიცით ჩვენ რა საგანძური იყო, საეკლესიო ნივთები. ეს არის მოხსენილი, აღწერილი არის წიგნებში. ხო, აღწერილია, თქვა რა შეწირეს, როგორ შეწირეს. საოცარი თქვა ახლაც იყო ბარზიმი, ფეშხუმები, შესამოსლები აღწერილია, სულ თვალმარგალიტებით, რამდენი წონის იყო, თქვა ძალზე ძვირფასი, ისულია გუნდი და ასე აღწერილია. ერთ სიტყვით ამას ვერ გადმოცემ, ეს იყო საოცარი ზღაპრული ქონება, რომელიც იყო 1000-წლოვანი საგანძური დაცული საეკლესიო, თქვა ბიჭვინთაში, ეს იყო მოგახსენება ცენტრი და ეს საგანძური ამ ჩრდილო კავკასიელი ტომებისათვის იყო მისაზიდი როგორც შუქური, ანუ მათ უკვე გაიგეს, რომ პატრონად მეტოებულ ეკლესიებში და საეპისკოპოსო ცენტრებში არის უამრავი საგანძური მათთვის ეს არ წარმოადგენდა, თქვა საეკლესიო ნივთებს, ისინი წარმართები იყვნენ. ანუ მათთვის ეს არის სიწმინდე. ანუ ეს მათთვის არ იყო სიწმინდე. სიწმინდე არ იყო, ეს რომ საგანძური, რაც უნდა დაეტაცათ. ანუ არა თქვა ერთი რომელიმე მანდრანს ტომი, არამედ მთელი ნაკადები მოდიოდა ახერხებდნენ თუ არა კავკასიელების. არა, ესე იგი იძულებული გახდა კათალიკოსი აფხაზეთისა, რომ დაეტოვებინა ბიჭვინთ ამ წარმართი აფსუების, აბაზინების და ადიღეული, ანუ ჩერქეზული ტომების შემოსევლის გამო იძულებული გახდა დატოვა ბიჭვინთა, გადმოვიდა მე გელათში, ასევე გაუქმდა ზედიზეთ ამ ჩრდილო კავკასიელების შემოსევის გამო, იქამდე აყვავებული საეპისკოპოსები და მოღწეულია დოკუმენტები, გვარები, ეპისკოპოსების, საგანძურის ჩამონათვალები, მოქვის, დრანდას, ბედის, საეპისკოპოსო ცენტრები, უამრავი ეკლესიები სრულიად გაუქმებული იქნა. არა მარტო ეს საეპისკოპოსო ცენტრები, არამედ აღწერილია მე 19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურების მოდიოდნენ, იქამდე ვთქვათ თურქი მოგზაური, ვთქვათ ჩელები, მე ევროპელები, გამბა, სპენსერი აღწერენ ამას. თქვა ესე ამბობენ არა მარტო საგანძური, არამედ მოსახლეობაც, როგორც რადგანაც უკვე საგანძური დაიტაცეს, მოსახლეობაც ტყვეებად დაყიდეს, ანუ მოსახლეობისგანაც დაცალეს ფაქტურად ტერიტორია კოდორიდან მედრე ენგურამდე. ანუ ეს იყო უდიდესი ტრაგედია და ამ დროს როგორ შეეძლო გადარჩენა ადამიანს, ესე იგი უკვე როცა ოდნავ მათ შეძლეს დაპყრობა ამ ტერიტორიისა მთლიანად, უკვე დაბალი ფენა, როგორც თქვით, იყო ქართული დაბალი ფენა, უწოდებდნენ აგირუას ან აგურუს, ანუ მოგრებს ან გურულს, ან დაბალი ფენა, სულ დაბალი ფენა იყო ქართული, თანამედროვე ეს დაბალი ფენა ითვისებდა რა მათ ზნეის ჩვეულებას, ენას და ანუ იმ საზოგადოების ნაწილი ხდებოდა, ანუ ეს დაბალი ფენა ის გახდა, ესე იგი იგივე კულტურის მატარებელი, ანუ თეოლური, ანუ მთის კულტურის მატარებელი, ანუ ძველი ქართული სამეცნიერო კულტურა, რომელიც ღრმა დიდი კულტურა იყო, შეიცვალა სხვა კულტურით, ენაც, სარწმუნოებას და შემეცნებას. კეთილი. მე ვფიქრობ, ჩვენ თქვენს ნებართვით აქ უნდა შევწყიტოთ საუბარი, სულ რამდენიმე წუთით მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვაქვს შიფტის ლოცვის ტრადიცია, ახლა 9 საათი ახლოვდება, შევთავაზოთ ჩვენ ტელემაყურებელს ლოცვა. მე შეგახსენებ ძვირფას ტელემაყურებლებო, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი გახლავთ მანგლისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე და ჩვენ ვსაუბრობთ ქართულთა დენაციონალიზაციის საკითხზე.
ჩვენ ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად და ამ თემაზე განვაგრძობთ საუბარს, ასე რომ დაგველოდეთ. ლოცვის შემდგომ ჩვენ პირდაპირ ეთერში დავბრუნდით და განვაგრძობთ საუბარს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან. ჩვენი საუბრის თემა შეგახსენებთ, გახლავთ ქართულთა დენაციონალიზაციის საკითხი და თუ როგორ გამოიხატა ეს პროცესი აფხაზეთთან მიმართებაში. მე უფრო განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარი. თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ თუ რა ინფორმაციას გვაწვდიან ძველი ქართული წყაროები და რო განვავრცოთ ეს თემა, რა წყაროების დასახელება შეგიძლიათ და კონკრეტულად რა ინფორმაციას ვიღებთ ამ აფხაზეთის შესახებ, ამ კუთხის შესახებ. აფხაზეთი იყო საქართველოს ძირითადი ნაწილი. ამიტომაც ჩვენი ყველა წყარო სწორედ შეიძლება ითქვას არის აფხაზეთის შესახებ. რა თქმა უნდა სხვა კუთხებზეც არის, მაგრამ აფხაზეთი ძირითადი ნაწილი იყო, ანუ ჩვენი ქვეყანას ზოგჯერ მთლიანად ერქვა აფხაზეთი, მთელ საქართველოს თბილისის ჩათვლით და ამიტომაც ჩვენი მეფეები იყვნენ სწორედ აფხაზეთიდან და აფხაზი ერქვა ქართველს, როგორც თქვით, ამის შესახებ, როგორც თქვით, ყველა ჩვენი ქართული წყარო, საქართველოს ცხოვრება თუ სხვა ნებისმიერი სხვა წყარო, ვინდა საეკლესიო დოკუმენტი, სწორედ ამის შესახებ არის და იქაური წყაროები აფხაზეთიდან და დასავლეთ საქართველოსთან გამოსული წყაროებიც, ესა აბსოლუტურად ქართული წყაროები, ესა სწორედ ის წყაროები, რაც გვაქვს ჩვენ ქართველებს, რაც გაგვაჩნია. ასევე საინტერესოა, თქვა სხვა უცხოური წყაროები, თქვა სომხური წყაროებიც საინტერესო არის ამ კუთხით, მაგალითად, აი უხტანესი იყო ძალზე დიდი სომეხი მეცნიერი და რომელიც მაგალითად აღწერს აფხაზეთს, იმიტომ ეს მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდა, ამ დროს აფხაზეთის სამეფო იყო, ასე ვთქვათ, თავის ძლიერების ზენიტში და ძალზე ცნობილი იყო აფხაზეთი, ანუ იგივე საქართველო. და ესე იგი აინტერესებდა მას საკითხი, იმიტომ ლაპარაკი მას ჰქონდა თავის წიგნში განყოფისათვის ქართულთა და სომეხთა ეს დიდი წიგნი არის და ასეთი ზომის წიგნი არის და ესე იგი აღწერს პროცესს თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა ხალხია ეს ქართველები, რომელიც ესე იგი და საცხოვრობენ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ საკმაოდ ცელი არის საქართველოს ისტორიაზე, ქართველების წარმომავლობაზე და ასე შემდეგ. და მაგალითად აღწერს, რომ ქართველობა ცხოვრობს შავი ზღვის პირეთში და ესე იგი ერთ-ერთი თქვათ აქვს ასეთი, რომ მათი ერთი ნაწილი ნაბუქოდონოსორმა ჩამოასახლა გაჩნდნენ შავი ზღვის პირეთში, ჩამოასახლა ლიბიიდან პონტოს პირეთში, სადაც ისინი გამრავლდნენ და დღეს ამ ქვეყანას ქვია აფხაზეთი, მოსახლეობას ქვია აფხაზნი. ანუ იბერები ჩამოასახლა ნაბუქოდონოსორმა და მათ ახლა ქვია აფხაზები. ანუ აქედანაც კი ჩანს, თქვა, თუნდაც სომხური წყაროების ეს მიდგომა, რომ ესე ვინ არიან აფხაზები. ანუ აფხაზები ყველასთვის, ყველა ვინც კი იყო გარშემო ჩვენი მეზობელი ხალხები, ყველასთვის ეს ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ. ამიტომ ყველა წყარო, ქართული წყარო ეხება სწორედ აფხაზეთს. ანუ ჩვენი წყაროები ვერ ვიტყვით, რომ წირი წყაროები იყო ჩვენ აფხაზეთის მიმართ. ქვემო იბერიის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსების საკითხსაც შევეხოთ, მე ვფიქრობ, რა კი ამ საკითხს ვეხებით, ესეც საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ტელემოყვრებისთვის და ლოგიკური კითხვაც არის. მას შემდეგ, რაც ეს მთის ტომები ჩამოსახდნენ აფხაზეთში და შეიქმნა უკვე არაქართული საზოგადოება, ანუ ქართული კულტურისაგან განსხვავებული საზოგადოება, ეს განსაკუთრებით მე-19-20 საუკუნეებში იქამდე ეს იყო ქართული კულტურის მატარებელი, მაინც რაც და ჩამოსული იყვნენ, ხდებოდა ეს მაინც ჩვენი მრევლი იყო, ჩვენი ხალხი იყო, ჩვენ კულტურაში შემოდიოდნენ. მართალია, თქვა მთის ტომები იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი როცა ესახლებოდნენ, იგებდნენ ქართულ კულტურას, ანუ მოსახლეობა თქვი უმრავლესობა ქართულობა იყო, ანუ ქართული კულტურა ფარავდა მათ. მაგრამ მე-19 საუკუნეში მოხდა მიზანმიმართულად, მე-19 საუკუნეში მიზანმიმართულად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არაქართულ ცნობიერება ჩამერგეს ამ მოსახლეობაში. ეს ამ კითხვას უპასუხებ ჯერ ცანეთ. თუ შეიძლება ამ შესახებ ვიტყვი. ესე იგი ეს მთის ტომები, როგორც კი იყო დადიღეოლები და ჩერქეზების გაბატონებული შუა ფენა მონაშქრეები. ისინი იყვნენ ქვეყნის მეპატრონები იქცნენ და ებრძოდნენ რუსებს, როგორც მთელი ჩერქეზეთი ებრძოდა, ჩრდილო კავკასიის ჩერქეზეთი ებრძოდა რუსეთს ძალიან დიდ ხანს, 60 წელი. ეს იყო ძლიერი და დიდი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ,
რუსებმა მართლაც გენოციდი მოუწყეს ჩერქეზებს და ჩრდილო კავკასიაში ეს მოსახლეობა ფაქტურად გააქრეს ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ დარჩენ ისინი აფხაზეთში. ისინი აჯანყდნენ რუსების წინააღმდეგ 70-იან წლებში 19 საუკუნისა და სასტიკად ჩაახშო რუსეთმა აფხაზეთში აჯანყება, ისე აფხაზეთში იყო, მაგრამ ესა ფაქტობრივად ჩერქეზების აჯანყება, იმიტომ მოსახლე ესენი იყვნენ ჩერქეზები, ადიღევლები იყვნენ. აფხაზებს უწოდებთ. აფხაზებს უწოდებთ ჩვენ, იმიტომ რომ ქვეყანასაც აფხაზეთი ერქვა, ანუ იქ ჩასახლებულ ხალხსაც ჩვენ აფხაზები უწოდებთ. ანუ ახალი აფხაზები უკვე სხვა ხალხი იყო, ძველი ქართველები იყო, როგორც თქვით. და რუსეთმა ჩაახშეს აჯანყება და მე მისცა ნება რომ წასულიყვნენ მუჰაჯირებად თურქეთში, ანუ გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში. ოსმალეთში როცა გადასახლდნენ ისინი მათ იქ უწოდებდნენ ჩერქეზებს და დღესაც ჩერქეზები ქვიათ ოსმალეთში, ანუ აფხაზეთთან როცა წავედნენ. და ფაქტობრივად იქ დარჩენენ ის მოსახლეობა მცირე რაოდენობით დარჩენდა ქრისტიანობას, ანუ ქართული წარმოშობის აფხაზები. დარჩნენ იქ. მაგრამ აი იქ დაიწყეს მეშვეობა რუსებმა. ქართული წარმოშობის აფხაზები დარჩნენ იქ დღევანდელ აფხაზეთში, მათ გაუხსნეს სკოლები, ესე იგი დაიწყეს მიზანმიმართულად ჩანერგვა, რომ ესენი იყვნენ ნამდვილი აფხაზები, მას როცა ეს ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ფაქტობრივად ქართული გვარებით, ია, ვა, თუნდაც ძე, შვილი დაბოლებებით და აღზარდეს, ფაქტობრივად ერი აღზარდეს ანტიქართული, არა ქართული კულტურის სულისკვეთებით. ანუ ეს აფხაზი ერი ფაქტობრივად გაზარდეს სულ და 19 საუკუნეში შეიცვალა მთლიანად მათი ცნობიერება შეცვალეს. ანუ იქამდე სულ სხვა ხალხი იყო, ახლა შეიძლება ითქვას, რომ აი წიგნის, პროპაგანდის, ეკლესიის, აი თვითონ ქრისტიანების გამართლებელი საზოგადოების საშუალებით რუსული აი ამ საშუალებებით გამოზარდეს სულ სხვა ქართველების ესე იგი მოძვილი რუსეთის საუკუნე და მიზანმიმართული საუკუნეში მოხდა მეოცეში თქვენ კარგად მოგეხსენებათ კიდევ უფრო გაღრმავდა ეს პროცესი მეოცეში ფაქტობრივად ქართველების გააფხაზების პროცესი იყო ყველასთვის ნათელი იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ყველა უპირატესობა და პრივილეგია იქ ჰქონდა მას ვისაც ეწერა პასპორტში აფხაზი თავდებაზე არ მიიღებდნენ სამსახურს არ მისცემდნენ ასე ანუ ქართველები მასიურად ეწერებოდნენ თქვა შემოლებარიც კი ჯაფარიძეც კი თქვა აფხაზობს აი და ნებისმიერი გვარის ადამიანიც კი ესე იგი აფხაზად ჩაეწერა ანუ ის თქვა უნდა რომ ესე იგი ძველი აფხაზების შესახებ როგორც ვთქვით უხტანესი და სხვა სამხური წყაროები და გინდაც არასამხური გინდა სხვა წყაროები ესელა იყო ქართველები ქართველი სინონიმი იყო აფხაზი საქართველოს აფხაზეთი ერქვა და აფხაზეთის საკათალიკოსოს შესახებაც ესე იგი ამიტომაც ჩამოყალიბდა რადგანაც ის გაუცხოვდა ჩვენგან აფხაზები ამიტომაც ფიქრობენ აფხაზეთის საკათალიკოსოს ხომ არ არის არაქართული ეკლესია აი ასეთი ცნობიერება ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ იმის თქმიდა, რომ ძველ საქართველოში აფხაზეთის საკათალიკოსო როცა ესმოდა სიტყვა ბუნებრივად ამიტომ ესე თქვა ქართული საკათალიკოსო, ესა ქართული, იმიტომ რომ აფხაზი ქართული იყო. მაგრამ დღეს რადგანაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ აფხაზი არ არის ქართველი, ჩვენი საზოგადოება, თქვა ისტორიკოსებიც, მათ როცა ესმოთ აფხაზეთის საკათალიკოსო და ამდაც იკვლევენ ფიქრობენ რომ ეს არის არის ქართული ეკლესია, ეს სხვა ეკლესია, მაშინ რა წარმოშობა აქვს? აი წარმოშობაზე მე მინდა სწორედ. ამიტომ ჩამოყალიბდა სხვა თვალსაზრისი. ჩვენ არის ადროქს და ახლა დაამთავრებ. ანუ ხალხმა თხოვთ რომ მოკლედ, იმიტომ რომ საერთოდ გაგვაძლევს, თუმცა აქვე მე უფრო აპატიად გაწყვეტინებთ. ჩვენ სამაო თუ კი გვესტუმრები ძალიან გაგვიხარდება და გამოგწობთ საუბარს უფრო დაწვრილებით აფხაზეთის საკათალიკოსოს შესახებ. ახლა გვაქვს და ახლა დავასრულოთ ასე და აი, ძველი ქართული ისტორიოგრაფია ამოს აფხაზეთის საკათალიკოსო ჩამოყალიბდა ქართული ეკლესიის წიაღში, რადგან იქ გაიზარდა ბრევნის რაოდენობა, საეპისკოპოსობის რაოდენობა, როგორც ადმინისტრაციული ერთ-ერთი ერთეული, აი ესე ჩამოყალიბდა, ანუ ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ იქ შეექმნა თავისი მმართველობა, საეკლესიო მმართველობა, ანუ ეს იყო ქართული ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული ერთეული, საეკლესიო ერთეული. ასევე სხვა საპატრიარქოებში, სხვა სამეტროპოლიტეების რანგით. მაგრამ ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის წიაღში, რაც არ ეთანადება ჩვენ ქართულ წყაროებს. ანუ აფხაზეთის საკათალიკოსო ჩამოყალიბდა ქართული ეკლესიის წიაღში და იყო ყოველთვის ქართული ეკლესია. კეთილი. ამ აზრით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. მე ვფიქრობ, უღრმესი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ტელემაყურებელს შევახსენებთ, მაგლისა წალკის მიტროპოლიტი მაღალყოელთოს სამღვდელოესი მეუფე ანანია ჯაფარიძე გახსდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი.